პროექტი დაუდო საქართველოს სამოქალაქო კომიტეტები. რაღაცა მახსენდება ეს მეჟრეგიონელები იყვნენ ესეთები, ვინც რეალურად ეს მექანიზმი ამუშავებდა, ამაზე ვისაუბროთ ბატონ რეზოსთან. დაგველოდეთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო და შემოგთავაზებთ საუბარს ბატონ რეზო შავაშვილთან, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთ ლიდერთან და მინდა ბატონ რეზო გითხრა და გითხოთ, მე როდესაც აი ამ დოკუმენტს გავიცანი სამოქალაქო კომიტეტების შექმნის შესახებ, თავი მეგონა ესე ვთქვათ რევოლუციურ პარიზში 1790 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის დოკუმენტი, ძალიან საინტერესო განაცხადი არის, ძალიან თამამი განაცხადია, მე არ ვიცი, აი ობუხოვოში იყო თუ არა ვცდები 905 წლის იანვარში ესეთი მსგავსი კომიტეტები შექმნილი, 18 თუ 20 ქარხანაში იყო, აი სპონტანურად, სტიქიურად, სწორედ აი საფრანგეთის რევოლუციის გავლენით იქაც შეიქმნა ესეთი კომიტეტები. აი რაღაც ამ დაგვარის ესე ვთქვათ ნირი და სუნი აზრის სამსაკვეთს მოვიდა ეს რევოლუცია. ძალიან არა, ხურობის გარეშე გეუბნებით. თქვენ ფაქტიურად პარალელურ სტრუქტურებს ქმნით. ეს არის ძალიან შორს მიმავალი გეგმები და ზრახვები და ბოდით მოგვიყევით ამაზე. პრესკონფერენციიდან ადამიანები რეფერენს გაიგებს, ერთ წუთი გრძელდება და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებლების სქემატურად აღიქვამდნენ ამას, მაგრამ რას თქვენა გაწერილი გაქვთ? ეს რევოლუციას ნიშნავს. მოდით ვისაუბროთ ამაზე. მახატი ეს თამამად შევაფაზე. მე რევოლუციები არ მიყვარს და არ მონაწილეობ რევოლუციებში. პაში ჩამოყალიბეთ. რევოლუცია არის ისეთი ფაზა, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია სხვადასხვა მართოს და საზოგადოებას აღარ უნდა რევოლუციური სიტუაცია. აი სიტუაციის ანარეკლი არის ეს დოკუმენტი. საქართველოში რა თქმა უნდა არის რევოლუციური სიტუაცია, თუმცა ჩვენ მათ შორის აი ამ პროექტის შემქმნელებიც ვფიქრობთ, რომ ქვეყანას რევოლუციები უნდა ავაცილოთ. მაშინ სათავე ეს პირველი აბზაც მინდა მე წაუკითხო მაყურებელს, თუმცა მართალი არა ვარ. ეროვნული ფორუმი ბატონებო პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და რაიონულ ცენტრში სამოქალაქო კომიტეტების შექმნას აპირებს. ესე იგი ხელისუფლებიდან ჩამოცილების მიზნით. ეს უკვე რევოლუციური სიტუაცია აბა რა. მოდით ასე ვთქვათ ბატონ დავით. პატარა განმარტებებს გავაკეთებ. კი ბატონო, გავაკეთეთ განმარტებები. პატარა თეორიული განმარტება. კი ბატონო, საინტერესო იქნება. ხელისუფლებას არ აქვს არავითარი სხვა უფლება, გარდა იმ უფლებისა, რომელსაც მას აძლევს ხალხი. ეგეც ხალხი ხელისუფლების წყარო. ხალხს აქვს უფლება, ხო? აკონტროლოს ხელისუფლება და ჩამოაცილოს კიდევაც ხელისუფლება, უვარგისი ხელისუფლება, ჩამოაცილოს ძალაუფლებას, ან ძალაუფლება ჩამოაცილოს უვარგის ხელისუფლებას. ასე რომ საფუძვლები სრულიად ცხადია. მიხეილ სააკაშვილს მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ის პრეზიდენტია, იმდენად გაუჭირდათ, მაშინ რომ 53%-ზე მეტი ვერ დაწერეს სრული გაყალბების პირობებში, ხო? მე მგონი არც ერთი ნაციონალისტი კი არ უარყოფს, რომ ის 3%-იანი გაყალბება მაინც იყო. ესე იგი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად არ არჩეულა. სულ ცოტა მეორე ტური იყო საქართველოში. მას უზურპირებული აქვს ხელისუფლება როგორც პრეზიდენტს, მას მიტაცებული აქვს ხელისუფლება. ის რაც საპარლამენტო არჩევნების დროს ხდებოდა, ხო, ამის აღწერა საჭირო არ არის, საზოგადოება ამას თავისი თვალით ხედავდა რეალურ დროში და სივრცეში, მონაწილეობდა ამაში, ზოგი ერთ მხარეს, ზოგი მეორე მხარეს, ასე რომ აქაც გაყალბების უზარმაზარი წილი იყო არჩევნების დროს, ხო? ერთი სიტყვით, მთლიანად ხელისუფლება ამ წუთში უზურპირებულია. ეს ხალხი არ არის არჩეული, ყოველ შემთხვევაში არ არის არჩეული იმ წესით, რა წესით დღეს საქართველოში არსებობს. ასე რომ ისინი უკანონოდ იკავებენ ამ ადგილას. უკვე ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ საზოგადოება მოაცილოს ეს ხალხი ხელისუფლებისგან. ეს ერთი. მეორე, არჩევნების შემდეგ სრულიად დრამატულად განვითარდა მოვლენები საქართველოში, ხო? ჩვენ წავაგეთ ომი. მართალია ხელისუფლება დიდხანს ამტკიცებდა, დღეს უკვე აღარ არის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ დიდხანს ამტკიცებდა, რომ საქართველო ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ფაქტს ვერ გაექცევა, ხო? ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები იმაზე მეტი, ვიდრე გქონდა მანამდე დაკარგული.
ერთ სიტყვით ომი წავაგე, ხელისუფლება ისევ სათავეშია, დღეს დასაქმების პროგრამებზე გველაპარაკება და აგრძელებს პოლიტიკას, რომლის ერთადერთი მიზანიც გაახლავთ სტამის შენარჩუნება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამიხსენით, აი ეს ყბადაღებული ენგურხესის თემა რა არის და ცხადია რუსების ხელში გადადის, ამიხსენით რა არის აი ამ წუთში ბატონი ბიძინა გუჯავიძე ლაპარაკობდა აქ რკინიგზის თემა, რომლის გაყიდვაზე დიდი ხანია ლაპარაკი და ერთადერთი მყიდველი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთის, სხვა აქ არავინ არ მოვა და ასე შემდეგ. ჩვენ პრაქტიკულად კაპიტულანტური პოზიცია გვაქვს გამოცხადებული ჩვენს ქვეყანას არა მარტო ომის თვალსაზრისით, ხო? მთელი ეკონომიკა და ეს წლები აგრძელდება, გადაბარებული გვაქვს რუსეთზე, პრინციპში დამპყრობელზე არა, ჩვენი ქვეყნის მტერია ამ წუთში რუსეთი იმდენად რამდენადაც მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ნაწილი და ჩვენი სურვილის და ქართული სახელმწიფოს საზიანოდ გამოცხადებული აღიარებული ყავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ქართული სახელმწიფოს ორი ნაწილი, ორი სისხლოვცეული ნაწილი. ყველაფერი ამის მოთავე გახლავთ მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება. სხვანაირად ვერ მოიქცევიან ისინი, იმიტომ რომ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ. ამიტომ სკამის შენარჩუნების მიზნით ისინი ნებისმიერ გარიგებაზე წავლენ და ეს გარიგებები რა თქმა უნდა არ იქნება სახელმწიფო, ჩვენი სახელმწიფოსთვის. განცხადებები მინდა თქვენი დღევანდელი შეფასებების ამბავსაც მე მაყურებლებს დავუკითხავ. პრეზიდენტ სააკაშვილი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ, არაპირებს თანამდებობის დატოვებას, სკამის შესანარჩუნებას, საქართველოს საწინააღმდეგო ნებისმიერ გარიგებაზე მიდის. ეს ბატონი კახაშვილის დაცხადების პარტიის შეფასება. აქვე გაგტაგეთ შეფასების თვალსაზრისით. მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანას შექმნის მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებისათვის პირველ რიგში აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უპირობოდ ჩამოშორება ხელისუფლებისაგან. ეს ძალიან საინტერესო პრეამბულა არის თქვენი აი ამ მიმართვის დღევანდელი მიმართვისა. აგერ 2 დღის წინ დეკლარაციას მოეწერა ხელი. ის ხო არ აღმოჩნდა კატალიზატორი, რომ ეს გაგეკეთებინა თქვენ დღეს. ურთიერთკავშირში არის მე მგონი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ურთიერთკავშირში. თუ გარანტიები არ იქნება, ჩვენ ხელს არ მოვაწერთო. გამოდის რომ ეს აი ამ დეკლარაციის პარალელური დოკუმენტი დააიდო. მეგეთქვით როგორ არის ეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი რა თქმა უნდა, რაც ამ ქვეყანაში ხდება დაკავშირებულია ერთმანეთთან და მათ შორის ნამდვილი ოპოზიციური პარტიების პოზიციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც შეეხება იმას, რომ დეკლარაციამ გამოიწვია ამის სტიმულირება და დაჩქარება, მე 2 კვირის წინ ვიყავი თქვენს ეთერში და მაშინ ზოგად ფორმებში აი ამ დეკლარაციის სულისკვეთება და მათ შორის რომ ორგანოები შეიქმნებოდა მის სახელები გამოკვეთილი არ მქონდა და არ მithქვამს მაშინ მე გესაუბრებ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ სხვა გადაცემებშიც რომ აი რევაშავიშვილმა ამ საკითხებზე უკვე ისაუბრა. ასე რომ არ იყო ეს ამის ჩვენ ამისთვის დიახ, დღეს მიიღო დოკუმენტის სახე უფრო სწორედ დღეს საზოგადოებისთვის გახდა ესე იგი ღია ეს დოკუმენტი, თორე ამ დოკუმენტზე მთლიანად დოკუმენტი გაცილებით უფრო დეტალურია, ბუნებრივია, მას გეგმის სახე აქვს. აქ მხოლოდ განცხადებაა და მისი ძირითადი მისი სულისკვეთება, ასე ვთქვათ, აღწერილი. ამას გულისხმობდით ჩვენ. ესე იგი, რა თქმა უნდა, ეროვნული ფორუმი იზიარებს სამივე მოთხოვნას, რომელიც აი ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და რომელსაც ფერფერს შევსახვედით. დღეს ჩვენ მოვიტხოვეთ, პირდაპირ ამაზე იყო საუბრები, იყო კონსულტაციები, ჩვენ მოვიტხოვეთ უფრო დეტალური გეგმის გაწერა. მიზნების გამოკვეთა და მიზნამდე მისვლის გზების გამოკვეთა და კიდევ ერთი გარანტია. ჩვენ მქონდა ჩვენ მე არ დავსრებული ვარ, მაგრამ ჩვენ წარმომადგენელი ესწრებოდა ერთ-ერთ აი ესეთ შეხვედრას, რომელსაც პრაქტიკულად ყველა პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა, იქ დაისვა საკითხი. ბევრი პარტია, ხო? უმრავლესობა ჩვენ პოზიციას იზიარებს მე გარწმუნებთ თამაში. მაგრამ ეთყობა არსებობენ პარტიები, რომლებიც აი დღეს ამაზე ხელს აწერენ, მაგრამ ხვალ თუ მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, მე არ მინდა დაბეჭდებით თქვა, რომ მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ სერიოზულად იფიქრებენ ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვატყობთ, რომ მათ ჯერ პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ აქვს. ამდენად შევიკავეთ ჩვენ თავი ხელმოწერაზე, სანამ არ გვექნება იმ ადამიანებისგან, ვინც ხელს აწერს ამასზე.
ასეთ დოკუმენტზე გარანტიები, რომ ისინი არ შეუწყობენ ხელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების გადარჩენას, არ შეძენენ ლეგიტიმურობის თუნდაც მცირე ხარისხს, იმით რომ მიიღებენ მის მიერ დანიშნულ და წინასწარ გაყალბებულ არჩევნებში მონაწილეობას. ბადროზო, ერთამით რა, აი ეს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისით. თქვენ აი ამ დოკუმენტის გამოქვეყნებით, ჩემი აზრია, სუბიექტური აზრია, ფაქტიურად აი ამ დეკლარაციაზე ხელმომწერებსაც საკარკვეული დოზით ხელფასს უბრალოდ, იმიტომ